მოცემული მაქვს ასეთი განტოლება და მინდა რომ ამოხსნა. ახლა როგორ ამოხსნა ეს განტოლება? მოდი პირველ რიგში გავიმარტივებ საქმეს და გავამარტივებ ამ განტოლებას. ხედავ რომ წესით დარიგით 3-ვე სიდიდე, 3-ვე რიცხვი უნდა იყოფოდეს 6-ზე. ამიტომ მოდი გავყოფ 3-ვე წევრს 6-ზე, მაგრამ რომ არ დაიღოს განტოლება, ორივე მხარეს გავყოფ, ამიტომ 6-ზე. ესე იგი, ორივე მხარე მარჯვნიც მარცხენაც ტოლობის გაყოფილია 6-ზე. ახლა რომ დავწეროთ ეს 6-იანი ამ 6-იანს გავაბათილებს, 120 გაყოფილი 6-ზე იქნება 20-ის ტოლი, აქ დამრჩება 20, აქ დამრჩება 100, იმიტომ რომ 600 გაყოფილი 6-ზე მაქვს. ესე იგი, რომ გადმოვწერო ეს განტოლება იქნება ასე, x კვადრატი მინუს ამას 20x დამატებული 100. დამატებული 100 უდრის 0-ს. აი, ეს მაქვს ახლა ამოსახსნელი. და მოდი იმის ნაცვლად რომ დავიწყო რაღაც კვადრატული განტოლების კვადრატული ფორმულა და ასე შემდეგ, ამის ნაცვლად, აი ასეთ ფორმამდე მივიყვან x + a გამრავლებული x + b-ზე. აი ასეთი ფორმით გადავწერ აი ამას როგორ. ახლა რა ვიცი მე? ვიცი რომ უნდა მომძებნო ისეთი a და b, რომ a გამრავლებული b-ზე იყოს 100 და a-ს დამატებული b იყოს -20. ახლა დავფიქრდეთ რა შეიძლება იყოს ასეთი. ნუ, ალბათ ცოტა ფიქრის მერე ერთ-ერთი კარგი ვარიანტი რაც მოვა თავში არის ის რომ 10 ჯერ 10 100-ია და უარყოფითი ათიანებით შევკრიბე მივიღებ -20-ს. ამიტომ უარყოფითი ათიანები ხომ არ ავიღო, იმიტომ რომ უარყოფითი ათიანების ნამრავლიც 100-ია. და მაშინ გამომივა რომ გამოსახულება არის x-ს დამატებული უარყოფითი 10 გამრავლებული x-ს დამატებული უარყოფით 10-ზე. ან ნუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს იგივეა რაც x-10 ჯერ x-10. ეს უდრის 0-ს. ანუ x-10-ის კვადრატი უდრის 0-ს. შესაბამისად x-10 ტოლი გამოდის 0-ის და აქედან გამომდინარე ვიღებთ რომ x-ი ტოლი გამოდის 10-ის.